როდის იწყება პიროვნული განვითარება? საერთოდ ფსიქოლოგი ხო ამაში ეხმარება ადამიანს პირველ რიგში და არა იმაში, რომ მოუგვაროს რაღაცები. არა, ფსიქოლოგია ვერაფერს ვერ მოგიგوارებთ, ვერავინ ვერაფერს ვერ მოგიგوارებთ ცხოვრებაში, გამორიცხულია. თქვენს მაგივრად ვერავინ იცხოვრებს და თქვენს ტკივილს ვერავინ გაივლის. მინდა უბრალოდ უთხრა მაყურებელს, რომ არ იფიქროთ, რომ ვინმე ტკივილი აგაცილოთ, გამორიცხულია, თუ ის გასავლელია, თქვენ ამას გაივლით, თუ ქაოსი დიდია თქვენში და კონტაქტი გაწყვეტილია თქვენს თავთან, პროცესი უკვე თავისთავად მტკივნეულია, იმიტომ რომ გაწყვეტილი კონტაქტი ნიშნავს, რომ შენ სავსე ხარ პატერნებით, იდეებით, წარმოდგენებით, ოცნებებით და კატეგორიული ხარ, რომ ზუსტად ესე უნდა წავიდეს შენი ცხოვრება და თუ ესე არ წავა, ნუ მაშინ ეს არის ცუდი, ეს არის უბედურება, ეს არის რაღაცა კოშმარი და ასე შემდეგ. როდის იწყება? არ ვიცი, ყველასთვის ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის შეიძლება 14 წლის ასაკში დაიწყოს, ვიღაცისთვის 20, ვიღაცისთვის 50 წლის ასაკში. ყველაფერი დამოკიდებულია ცნობიერების უნარზე. რამდენად ცნობიერება მაღალია, გახსნილია, მიმღებია. რაც უფრო შეზღუდულია ცნობიერება, იქ ნელა მიდის ძალიან პროცესები. მაღალი ცნობიერება რითი განსხვავდება იცი დაბალი ცნობიერებისგან, მაღალ ცნობიერებაში სწრაფად გადის. ძალიან წამში იაზრებს, ხედავს, აკვირდება, იღებს, უშვებს. დაბალ ცნობიერებაში ერთ წრეზე ტრიალი მიდის მუდმივად.